მეფე ძმა მას პატივს წევს, მაგრამ ეშინია, იმიტომ ისიც საოცნაური ბიჭია, კაცია, როგორც აღმოჩნდა ბიჭია მეთქი. თან მადრიდიდან ცოტა მოშორებით ცხოვრობს თავის ტერიტორიაზე, თავის ადგილებზე, რაც ყველაზე მთავარია თავის სასახლეში, მას ყავს ახალგაზრდა მეუღლე, შვილები და ძალიან პროგრესული კარი. და იქ აკეთებს, აი ჩვენი გმირი აკეთებს საოჯახო პორტრეტს, სადაც ეს ბურბონი, მეფე ლუის, მეფის ძმა გამოსახულია ასეთ პროფილში, მისი ახალგაზრდა მეუღლე, ულამაზეს მეუღლე თმებს ივარცხლის, მთელი ოჯახი და მთელი ამალა იქ არის და თვითონაც წახატა თავის სხვა შორის როგორც ის იქ წინ ძალიან ლამაზი ფერწერა გააკეთა და მისი ქალიშვილები, პატარა ქალიშვილები, ერთ-ერთი სხვა შორის რომელიც ხდება გრაფინია დე ჩინჩონ. ეს ცალკე თემა, როდესაც შევეხები თუ მოასწრებ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი მანუელ გოდოის შესახებ ორი სიტყვით თუ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს ცალკე ერთი როგორც ავანტიურიზმისა და პოლიტიკური გაიძვერობის ერთ-ერთი გენიალური მაგალითია, სადაც რა თქმა უნდა გოის პირდაპირ შეხება შემდგომ უკვე რა თქმა უნდა მეფე კარლოს მესამეს გარდაცვალების შემდეგ როცა ტახტზედის მისი ვაჟი კარლოს მეოთხე ის ძალიან სუსტი მეფეა ფაქტიურად თან მით უმეტეს გადატრიალებები საოცრებები ხდება მთელ ევროპულ ცნობიერებაში ბოლოს ეს რევოლუცია საფრანგეთში მათ თავის დიდი დარტყმა მოახდინა ყველა მონარქიებზე აბსოლუტურად გარშემო მოგეხსენებათ ხა მაგაზე არ გავაგრძელებ საუბარს და რაც ყველაზე მთავარია აქ რა თქმა უნდა ინტერესები ნაპოლეონს უჩნდება უკვე შემდგომ და აქ უკვე კარლოს მეოთხე ბურბონი ესე იგი ვაჟი ბევრად ჭკვიანი მამისა ბევრად სუსტია მასზე და ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენს თუმცა რა თქმა უნდა სწორედ ამ პერიოდში რაღაცა ახერხებს აქ ურთიერთობა გარკვეულ ადამიანებთან ფლორიდა ბლანკო არის ასეთი კაცი რომელიც არის პრემიერ-მინისტრის რანგშია მისი პორტრეტი დახატება ამფული არ გადაუხადა ისეთი საინტერესოა რაღაცებთან მაგრამ სამაგიეროდ მას აქვს ურთიერთობა ძალიან საინტერესო ადამიანთან აი ხო გამომრჩა მეგობრებო არ შემიძლია არ თქვა მან გააკეთა ერთი არაგობელენის დამოუკიდებელი სურათი რომელიც ძალიან დიდი აღიარება პოვა იმდროინდელ ესპანურ საზოგადოებაში. ეს არის წმინდა ისიდორეს სახელობის ზეიმი, ასე ქალაგარეთ გასვლა და მის სახელობის ზეიმი, პირდაპირ გაგებით, აი რელიგიური დღესასწაულია, ხდება ასე იგი მდინარის ნაპირზე, ეს არის ასეთი მანასეროს მდინარე არის, რომელიც სხვა შორის დღეს საერთოდ არ ჩანს მადრიდში ჩადიხარ. აი ეს გააკეთეს დიდი ეტიუდი, რა სურათია დამოუკიდებელი აბსოლუტურად, უნდა ყოფილიყო გობელენმა, იმდენად კარგი ფერწერა გამოვიდა, რომ თვით გოიამაც აღიარა და საზოგადოებამაც და აი სწორედ აი აქ როდესაც არ მოხერხდა მისი პირდაპირ გაგებით მეფის კართან დაახლოება, სწორედ ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელსაც ხაველიანოსის გვარი აქვს, რომელიც ახლოს კი იყო, მაგრამ ფლორიდა ბლანკა არ დაეხმარა მათი მას, მის საშუალება მას მოეხატა ერთ-ერთი ეკლესია ქალაქის ცოტა მოშორებით, მაგრამ ეს ქალაქის ცენტრში ეს არის სან ანტონიო დე ლა ფლორიდა. ეს არის პატარა ეკლესია, ესე იგი როგორი ადამიანებისთვის იცი მიწაზე მომუშავე და ამავე დროს დაცვის სამსახური ეგრეთ წოდებული სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის განკუთვნილი სალოცავი პატარა ეკლესია გუმბათიანი ეკლესია მეგობრებო ეს არის შედევრი რომ მოხვდებით მადრიდში აუცილებლად მიბრძანდით და ნახეთ ეს გენიალური კნილება რომელიც მან აქ შეასრულა რა თქმა უნდა მე ყველა არ ვახსენე კორეჯოს მოხატულობები ჭერის მოხატულობები განსაკუთრებით დარწმუნებული მანტენიას ნახი ქონდა მას მანტუაში ესე იგი კამერა და ისპოზი ესე იგი გამაოგნებელი მოხატულობა მე რამდენჯერმე მაქვს ნახი და უნდა გითხრათ რომ ვერ ძღებოდი და ვერ ძღები დღესაც მისი რომ ახსენდება სუმი და შევხედო მან თავდაყირა დააყენა ფრესკული მხატვრობის ძალიან ბევრი პრინციპი თუმცა კომპოზიციური პრინციპი პირველ რიგში კონცეპტუალური პრინციპი პროგრამული პრინციპი ფერწერა არის როგორი ცოცხალი გადამფარავი თავისუფალი მონაცმები ჰაეროვანი მონაცმე ფუნჯი დაფრინავს კედელზე პირდაპირ გაგებით ვერ წარმოიდგენთ რომ შეუძლია ეს თემა გააკეთოს ალფრესკოს საოცრებაა პირდაპირ რა თქმა უნდა ეს გამოცდილება კორეჯოსია მაგრამ ამავე დროს პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის რა თქმა უნდა ფრანსისკო გოია ეხლა ჯერ შევეხოთ თემას თემა არის უნიკალური ეს არის საინტერესო თემა ეს არის წმინდა ანტონიოს პადუელი რომელსაც დააბრალეს რომ მან მოკლა კაცი და უკვე უნდა დაესაჯათ იგი ესე იგი ბერი კაცი უნდა დაესაჯათ ხო და მან გადაწყვეტილება მიიღო რომ თავი დაეცვა გააცოცხლა ესე იგი წმინდა ანტონიუსმა გააცოცხლა ესე იგი მიცვალებულმა თქვა თუ მართლა რეალურად ვინ მოკლა იგი და წმინდა ანტონი გადარჩა წარმოგიდგენთ ეს ყველაფერი ხდება სახალხო საჯაროდ ესე იგი პადუის ერთ-ერთ მოედანზე ხო ხა წარმოიდგინეთ რა
ყველა მხატვარი აბსოლუტურად ვინც ტრადიციულად ასე დიდ ფრესკულ მოხატულებს აკეთებს და გუმბათიან ეკლესიას ხატავს, ბუნებრივია გუმბათში დახატავს ანგელოზებს, უფალს, მერს, ავიცი მე, მთელ იერარქიებს, როგორც ეს კორეჯო აკეთებს და როგორც ყველა აკეთებს. მან ზევით დახატა აივანი და ჩვეულებრივი ხალხი. ისე ყველაზე მაღალ ნაწილში ტაძრისა დახატული არის ჩვეულებრივი ხალხი. ხოლო ანგელოზები არის ქვევით, რომელიც თითქოს ფარდებს წევენ. რომ დაგანახო რა ხდება, რომ ზეცაში აიტანა ხალხი. ფაქტობრივად გუმბათში აიტანა ხალხი, ჩვეულებრივ შენ ხედავ ჩვეულებრივ მაჩვებს და მახებს. ესე ხედავ ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ხედავ რა თქმა უნდა წმინდანს, რომელიც გვამს აცოცხლებს და იმასაც ხედავს, ვინც უღალატა, ვინც ფაქტობრივად მოკლა და გორ გარბის შეტრიალები უკან. თან ამავე დროს ხედავ მოაჯირს, რომელიც წრიულად მოყვება აი ამ თლიან აი საოცარ ჭერს. რომელსაც ბავშვების ხედა ნაკეთი აი კიდევ ერთხელ მანტენიას მაგონებს აი საოცარ ფრესკებს კამერა დეის პოზიში საოცრებაა პირდაპირ როგორი თავისუფალი ფერწერა თქვენ არიცით როგორ არიცით მაგრამ უნდა ნახოთ არიცით როგორი ძალა აქვს სხვა შორის აქ მისი საფლავიც არის წარმოადგენელი გოიას მაგრამ ეს შემდგომ ერთ პატარა გადახვევას გავაკეთებ რამდენიმე ათეული წლის წინ დაახლოებით ერთი საუკუნის უფრო კონკრეტულად მიხვდნენ რომ თქვა ეს საოცარი ფრესკები იმჭორტლება ამ შემთხვევაში კვამლით კი არა სანთლით ამიტომ ქალაქის მერიამ ამ შემთხვევაში და ქალაქმა გადაწყვიტა რომ მეორე ტაძარი აეშენებინათ გვერდით და აქ რიტუალი შეწყვეტილიყო რათა ეს ყოფილიყო მემორიალური მუზეუმი ფაქტიურად ზუსტად გვერდზე დაახლოებით 50 მეტრში არის მეორე ტაძარი აშენებული სადაც რიტუალი ტარდება ხოლო რაც შეეხება თვითონ აი ამ ფრესკას ეს იქ სუბტაა გაწმინდეს და რეალურად იქ არ ტარდება რიტუალი, რათა არ დაზიანდეს სანთლის მიერი ჭარტლისგან არ დაზიანდეს გენიალური ფრესკები, მოგეხსენებათ გუმბათია ძირითადი აქცენტი. თუმცა იქ ყველაფერი, ყველა კედელი მოხატული არის. წარმოუდგენელი სანახაობაა, მეგობრებო, აი საოცარი ფერწერა. გადმოვედით ახლა თვითონ შევეხოთ მას, როგორც ასეთი ამ პერიოდში მას ემართება ძალიან დიდი უბედურება, დიდ წანჯვას გადაიტანს. ნუ შვილები უკვდება პანტაბუტით რა, მხოლოდ ერთადერთი შვილი გადარჩება, ეს მისი სახელია ხავიერი, რომელსაც ჭკუა ეკეტება, ამიტომ ძლივ გადაურჩა ესეც და ყველაფერს ამ ბავშვს აძლევს, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ გაზულუქებული ახალგაზრდა, მეტი არაფერი, პორტრეტსაც არის შემორჩენილი მისი პორტრეტი, რომელსაც ხავიერ გოია არის, აი თვალთვით ჩანს რა არაობა, რა პირდაპირ გაგებით, თუმცა სიმპათიური კი არის, მაგრამ ნუ მამამისის ხარჯზეა და აჩtildeც არ არის მამის, არაფრის მაგნესია. თვითონ გოიაც ამას გრძნობს რა თქმა უნდა ბუნებრივმა ერთადერთი შვილად მას ოფიციალურ შვილად თვლის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს იგი დაავადდება საშინელი თავის ტკივილები აქვს, საშინელი ხმაური აქვს თავში, ყურებში, რა წარმოიდგენთ. ძლივს გადარჩა მაღალი სიცხეები გაგზელდა თვეზე მეტი, გადარჩა რეალურად და 43-4 წლის ასაკში ეს ადამიანი დაყროვდა. სრულად დაყროვდა. ახლა მე ვერ გავარკვიე, ბეთჰოვენით იყო ყურუსაც ხმაური ესმოდა, თუ სიჩუმეში იყო დაძირული. ფიქრობ რომ მას ხმაური ქონდა ყურებში. მიხოდა და ეს კიდევ მას აძლევს გარკვეული იმპულსი, იმისთვის რომ რაღაც უფრო მეტი სიმძაფრი თქვას. სხვა შორის ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარეთ ჩემთან. რა ერთი დღე მთლიანად დახურული ყურებით ვიყავი, რომ აი არ მომესმეა ფერ და მე ერთი დღე არ იყო უფრო ნაკლები, რა თქმა უნდა, ამდენიმე საათი. აი მეყურებინე ისე როგორც გოია ხედავს სამყაროს ხმების გარეშე. ან ხმაურით, აი თუ შეიძლება ასე ითქვას, აი როგორ შეიძლება, როცა არ გესმის შესაბამისი ხმა. პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ სამყარო მეკცა, როგორ თქვა, უხმო სამყარო ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდა. იცრე მეგონა. ესე იგი, ფაქტობრივად ბევრად უფრო შემარყეველი და შემძვრელი. ასე უხმო სამყარო, ალბათ დაბრმებული სამყაროს ხმები კიდე უარესი იქნება, მაგრამ რეალურად ეს სამყარო დაკარგა სიტყვა, მაგრამ შეიძინა შემზარავობა და ეს ხდება გოიასთან. ამას მოყვება მე საოცარი ქმნილებები და რა თქმა უნდა პოლიტიკური უდიდესი ავანტიურა. მოგეხსენებათ ახლა თუ არ მოგეხსენებათ, ხო, მეფემ აღიარა, უნდა გითხრათ და მისცა საშუალება, ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის. ჯერ როგორ არის, რამდენი საინტერესო ისტორია, როგორ ქალებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო კაცო. იგი ამ შემთხვევაში მის ხვებაში შემოდის ასეთი ქალი დონია მარია ტერეზა კაეტანა სილვა, ეს არის ძალიან დიდი ჰერცოგი ალბას მეუღლე. ჰერცოგი ალბას მეუღლე. წარმოიდგინე რა ქალია, ულამაზესი ესპანელი ქალი. თან არის უმაღლესი არისტოკრატი, მეფეს შემდგომ პირველი ხო თავისი მნიშვნელობით და ამავე დროს არის ეს არის მახა, ჩვეულებრივი ესპანელი მახა. აი
მიდრეკელი თქვა და ვნებებისკენ, სიმისკენ, კაცებისკენ, აი სიცილისკენ, სიმღერისკენ, ცეკვისკენ, აი რაღაც ასეთი ქალია, თან ლამაზია. იმასაც კი ამბობენ, რომ თმის ერთი ღერიც კი ასხივებდა სექსუალობასო რა. ხო, ქმარი ყავდა ეს თქვა ჰერცოგი ალბა, მოგზალებული ადამიანი, კულტურაში ჩაღრმული ადამიანი, სხვა პორტრეტის დახატა გოია მისი ჰერცოგი ალბასი, სადაც ნაზი მოძრაობით დგას და ხელში უჭირავს ნოტები. ნოტები ვის ნოტები უჭირავს? აგა მისი მეგობრის გამოგზავნილი ნოტებია. მისი მეგობარია ეს არის ჰაიდნი. დიდი ავსტრიელი კომპოზიტორი, ჰაიდთან მეგობრობს. ურთიერთობა აქვს თქვა, აი ამ წრესთან ხო ინტელექტუალურ, მუსიკალურ წრესთან თვითონაც უკრავს და ამ დროს ეს შლეგი ქალი მის გვერდით ხო? ესე იგი კაეტანა ხო, საოცარი ქალი კაეტანა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს და კონკურენციაშია მარია ლუიზასთან, ეს არის დედოფალი, ხორცი ქალი, ვის განაჩენ შვილებს, თვითონაც რო არ იცის. თუმცა ყავს შვილი უფროსი ვაჟი ფერდინანდი, რომელიც ხდება ფერდინანდ მეშვიდე. საზიზღარი ბიჭი პირდაპირ შემიძლია თქვა, თუმცა ერთი კაი რამე გააკეთა. ფერდინანდ მეორემ რომ პრადო მან გახსნა. ხელოვნების უდიდესი მუზეუმი, მსოფლიო ფერწერის ხელოვნების უდიდესი მუზეუმი ამ კაცის გახსნილა. უფასე, მოდი, ამ სიტყვას საზიზღარი წავიღებ უკან, ხო? ასე, წავიღოთ უკან, პრადო ხო მან გახსნა. ასე ვთქვა. მაგრამ თავისი მშობლების მოღალატეა. პირდაპირ გაგებით ვამბობ, სხვაგვარი პორტრეტი გააკეთა, საოჯახო პორტრეტი, ეს დამსახურება იყო სწორედ იმ კულმინაციური დაპირისპირების, რომელიც კაეტანა ალბასა და დედოფალს შორის იყო, იმიტომ რომ მათ კაციც ვერ გაიყოს, ეს მანუელ გოდოი, რომელიც იყო სხვათა შორის. აი, გარყვნილი ადამიანი, რომელსაც შეტენეს პირდაპირ გამიდა, მოიყვანა ცოლად, აი გრაფინია დე ჩინჩონ, აი ეს პატარა გოგონა, რომელიც დახატა თავის დროზე, ჩვენმა გოიამ, როდესაც იყო ლუის დე ბორბონის ოჯახურ პორტრეტს აკეთებდა. ახლა უკვე დიდი გოგო იყო, მაგრამ მე ის მოგეხსენებათ, მე ეს ქალი გაექცა, თუ არ მოგეხსენებათ, ხა გეტყვით გაექცა მას, გოდოი ჩამოვარდა, ასე თქვა, სიმაღლებიდან, უკვე ნაპოლეონის ხელში მან ვეღარ შეძლო თავისი პოზიციების გაძლიერება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, იქ შეიცვალა. მოკლედ, ისტორია აი ძალიან საინტერესო და აი სწორედ აქ გოია, სალამე ჯერ კიდევ არიან ბურბონები ტახტზე და ჯერ კიდევ ნაპოლეონი აქ არ შემოსულა და ჟოზეფი, ნაპოლეონის ძმა ტახტზე არ ასულა, ხატავს ასრულებს გრანდიოზულ ჯგუფურ პორტრეტს, სამეფო პორტრეტს. ყველა ისია დახატული როგორც არის, მაგრამ ფერწერას რა უყოთ, რომელიც გენიალურია. აი მარტო უნდა ნახოთ რა ეს ტანსაცმელი მათი, ეს ძვირფასი ქრომკერდით ნაკარგი ტანსაცმელი და ძვირფასი, თქვა ეს თვითონ კაბა, როგორი ფერწერა, შპახტელით, მასტეხინით, ფუნჯით, თითით, საოცარი გრანდიოზული ფერწერა, კონტრასტებისა და ნახევარტონების აი გამაოგნებელი თამაშია. იქ არის სხვა შორის ფერდინანდი, რომელიც უღალატებს თავის მამას და დედას. ფაქტობრივად გასწირავს მათ, ტახტიდან გადააგდებს. ფერდინანდ მეშვიდე, მაგრამ ფერდინანდი ჯერ მხოლოდ ინფანტია, ეს პრინცია. ინფანტის გვერდით დგას მისი საცოლე. ძალიან გთხოვთ ეს ნახოთ ეს კი მეფე ლუის მეფე კარლოს მეოთხეს ოჯახური პორტრეტი. ხშირად დავაკვირდეთ მის საცოლეს. მისი საცოლის თავი არ ჩანს. დიახ, მისი საცოლის თავი არ ჩანს. სად არის მისი საცოლის თავი? რატომ? გვერდზეა შეტრიალებული და არ ჩანს. ვერ შეურჩია ოჯახმა საცოლე. ამიტომ ვერ დახატეს იგი. ხან ერთი უნდათ გადაიფიქრეს, ხან მეორე უნდათ გადაიფიქრეს, ხან მესამე. ასე გოიამ გამოსავალი მოძებნა, საცოლე თავი საერთოდ შეუტრიალა უკან. რეალურად აი ღრმა 3/4-ია. უფრო ჩანს კეფა ვიდრე თავი. მაგრამ ფერწერა თან თვითონ თავის ავტოპორტრეტით ჩართო ის სხვა შორის როგორც თავის დროზე ლუის ბურბონის საოჯახო პორტრეტი თვითონაც იქ დგას ველასკესის არ იყოს და ხატავს. ასე რომ რეალურად ეს გენიალური ფერწერული ქმნილება და შემდგომ რა თქმა უნდა მისი ურთიერთობა კაეტანა ალბასთან სასიყვარულო რა თქმა უნდა სან-ლუკარში ესე კაეტანა ალბას სასახლეში ეს უკვე ანდალუსია იქ რამდენიმე კვირა იყო როგორც ჩანს დიდი სექსუალური თავგადასავალი ჰქონდა და კაეტანასაც სხვათა არ გამოვიდო და რამდენიმე პორტრეტის დახატა კაეტანაზე არ ლაპარაკობ გრაფიკულ შესანიშნავ ჩანახატებზე ხელის სავარჯიშოდ რო აკეთებდა გენიალური გოია და განსაკუთრებით მომწონს ერთი პორტრეტი სადაც უკვე სხვა შორის მისი ქმარი გარდაცვლილია კაეტანას ქმარი ესე ჰერცოგი ალბა უკვე გარდაცვლილია შავი მოსასხამი აქვს მაგრამ იმ შავი მხოლოდ ვნების აღძვრელია მეტი არაფერი კაეტანა დგას თითით ქვევით აჩვენებს და ეს ტიპიური მახას პოზაში დგას თითით აჩვენებს მიწისკენ იქ აწერია ქვევით საინტერესოა სოლო გოია მარტო გოია ეს გოია სურვილი იყო რომ მარტო გოია ყვარებოდა მას
ნუ რას უკაცრავად მე სხვა კაცებით ბევრი ყავდა სწორედ პარალელურად ხოლო ხელზე უკეთია ორი ბეჭედი ერთს აკირა გოია მეორეს კაეტანა ესე რეალურად ეს იყო ალბათ ერთადერთი სიყვარული რომელიც მას დაუბრუნდა პირდაპირ გაგებით მიტოვებით ესე იგი კაეტანა ალბომი კი დატოვა იმიტომ რეალურად წარმოუდგენელი იყო მათ შორის ურთიერთობა გაგრძელებული იყო მიუხედავად იმისა რომ გოიას ტალანტი აბრმავებდა ხალხს პირდაპირ შემიძლია თქვა და საოცარი ტალანტის კაცია ნუ მარტო ნახოთ რა პორტრეტებს აკეთებს ნუ სხვადასხვა ურთიერთობაში შედის უკვე შემდგომ სანამ უკვე ნაპოლეონი აქ შემოვა მანუელ გოდოისთან გოდოის პორტრეტიც არის დახატული გრაფინია ჩინჩონის პორტრეტი რომელიც ფეხმძიმედ არის გამაუგებელი პორტრეტი ეს გოგონას პორტრეტი გოდოის პორტრეტი კოშმარია იგი ძალიან ხშირად ესეთი გრაფი ოსუნას ცოლისა და მისი სურვილით იგი აკეთებს რამდენიმე ეგრეთ წოდებული სატანის შაბაშს ესე იგი ჯადოქარი ქალების შაბაშის შეხვედრა რაღაცა ეშმაკს ემსახურებიან აი რაღაცა იმ პერიოდში რაღაცა თან განმანათლებლობა ერთის მხარეს და თან რაღაცა შავი მაგით გადაცება აი რაღაცა უცნაური პარალელია ხო რომელიც აი ამან მე ამოხეთქა შემდგომში მის გენიალურ სერიაში ციკლში რომელიც ყრუ გოიამ უმაღლეს დონეზე შეასრულა ოფორტებისა და ქსილოგრაფიების სახით განსაკუთრებით საოცარია მისი კაპრიჩოს როცა ადამიანის გონება მიძინებულია იგი ბადებს გონება მიძინებული გონება ბადებს კოშმარებსა და ჯოჯოხოთურ ხილვებს ეს არის 90-მდე გრაფიკული სერია ნამუშევარი გამაუგნებელი ხატვის კულტურა და რიტმიკა ორს მე ამას მოყვება არაჩვეულებრივად საოცარი დესპერატეს ესე იგი სიგიჟეები სისულელეები ფანტაზიები ესეთ გრაფიკული ციკლია სხვაში დაბეჭდავს ამას და ცდილობს გაავრცელოს ნაკლებად იყიდება მაგრამ ზის შემოსავლის წყარო რა თქმა უნდა არის რა თქმა უნდა საოჯახო პორტრეტები და პორტრეტები არისტოკრატების პორტრეტებს უკეთავ ვინ არ უკეთავს ის კი არა და როდესაც ესე იგი მოღალატე ფერდინანდმა გააქცია საკუთარი ესე იგი ოჯახი ფაქტიურად ქალაქიდან ქვეყნიდან ხო რომელიც მე ჩაბარდა იმიტომ ტახტი დაითრია პირდაპირ გაგებით ვაჟმა ნაპოლეონი ხა მას ამას არ დაუტოვებდა იქ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური თამაში იყო და სხვადასხვა ტალეირანის სასახლეში გადაიყვანა საფრანგეთში ნაპოლეონმა სწორედ აი კარლოს მეოთხეს ოჯახი მთელი ამალით აი ამ პერიოდში მას უკეთავს ნაპოლეონი ასეთ რაღაცას რომ შეაგროვოს საუკეთესო ესპანური მხატვრობის ნამუშევრები გოიას უკეთავს დიახ გოიას და რომ გადაგზავნილი იყოს ისე ლუვრში ესე იგი საერთოდ ესაც რაღაც თუ დავიფყარი ქვეყანა მე ეს ნამუშევრები და ხო მეფე არის მოგახსენებთ ჟოზეფი უკვე ვახსენე მისი ძმა ნაპოლეონის ძმა თან დემოკრატიულ პრინციპებს ანვითარებს თავიდან კარგად შეხვდნენ ესპანელები იმიტომ რომ იცით რა არის წარმოუდგენელი რაღაცა იყო არ უნდოდა თვითმკვლელი სისტემა და უნდოდა დემოკრატიული სისტემა დავთავრდა ყველაფერი იმითი რომ ეს ნამუშევრები მან გადამალა ფაქტობრივად გოიამ გამოიჩინა დიდი მიუხედავად თავისი მოქნილი დიპლომატიისა დიდ იმაზე წავიდა რისკზე და კარგი ნამუშევრები მან დავალა. ელ-გრეკოს ნამუშევრები მან ფაქტობრივად არ გამოაჩინა. ველასკეზის ბევრი ნამუშევარი არ გამოაჩინა, ის არ წასულიყო საფრანგეთში. ფაქტობრივად ძალიან ისე გაწელა, იმდეხანს გაწელა, სანამ თვითონ ნაპოლეონმა არ დაკარგა პოზიციები. მაგრამ მან ამავე დროს მიიღო მონაწილეობა ძალიან სერიოზულ ამბავში, ეხლა დეტალებს აღარ მოგიყვებით, მეგობრებო. უბრალოდ არ შეიძლება ამას არ შევეხო. როდესაც აი სწორედ ნაპოლეონის მითითებით მთელი კარი გადიოდა ესე იგი ქალაქიდან მადრიდიდან მისი მეფის მესამე ვაჟი ფრანსისკო დი პედრო არ გაყვა ეს კი არ იყო პრინციპულად 13 წლის იყო ეს ბიჭი არ კატეგორიულად არ გაყვა მას ეს იყო რაღაცა გაჯიუტებული ბავში მის ძმას ძალიან უნდა ტახტზე ასვლა უნდა მისი ძმა ლაპარაკი არის ესე იგი ისე ფერდინანდ მეშვიდეზე არ გაყვა, მაგრამ ქალაქში დატრიალა ხმები, რომ ფრანგები აწვალებენ ესპანელ მეფეს, პრინც, ინფანტს. და იცით რა არის? მიუხედავად იმისა, ხალხი მშვიდად შეხვდა ნაპოლეონს, ნაპოლეონი ბევრ რამეს შეპირდა და არა მარტო შეპირდა, დაიწყო განხორციელება ნაპოლეონის ძმას. ხა ვინც იცნობს ჟოზეფის ისტორიას, ის დემოკრატიული ტიპის რესპუბლიკური ცნობიერების ადამიანია, გამართლებული ცნობიერების ადამიანია. ვინც იცნობს მის ცხოვრებას, მის თავგადასავალს, მე რაღაცას ამერიკაში აკეთებდა. ეს ძალიან საინტერესო კაცია, იგი ესპანეთთან საინტერესო ქვეყანას გამოძერწავდა. ну, а ვიცი, შეიძლება მე მეშლება, მაგრამ ეს ისტორია საკმაოდ დეტალურად შევეცადა, შემესწავლა და მართლაც სამწუხაროდ 1000 არ გამოვიდა, მაგრამ თუმცა ისტორიას თავისი ლოგიკა აქვს. მოკეთ და აი სწორედ ამ ბიჭის, ამ ცივილ-კივილისა და ისტერიკის გამო მადრიდელი ხალხი აჯანყდა. პირდაპირ გაგებით.